ყველაზე მაგარ კაცს ძველ დროში ბრძენ კაცს ეძახდნენ. ყველაზე პატივსაცემ კაცს. მე ომები და უბედურებები რო იყო, ამიტომ მე გულადი კაცი გახდა მაგარი კაცი. ენაში თვითონ ვიძახი მთელი მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე, იმიტომ რომ ჯერ კიდე მე-18 საუკუნის ის მომყვებათ რა. ხალხში ვიძახი. შემდეგ უცბად დაიწყო ესეთი ტერმინი შემოვიდა კვერებიანი კაცი. იყო თუ არა? ყარაჩოხელზე იტყოდნენ ხოლმე თბილისში. ხანა ზოგი ისე შორსავიდა კარზეც იძახდნენ. ხო, კი, იძახდნენ. ესეთი დეფიციტი გაჩნდა. შემდეგ ეს გახდა ტრაკიანი კაცი. და წარმოიდგინე, აქედან მთელი ცნობიერება უკან ჩავიდა. ამიტომ ცხოვრობთ ტრაკიანი კაცების ქვეყანაში.